მის გვერდით ფერმას და ეგ რეკლამა არის, მაგრამ არავშავს. ეხლა მე მოვა კონსულტანტი. რა გიჟია პიჭო აქ დამეღოდიო და გაიქცა. მაგაზე ყვადაიგონა რომ მეიქნა. გიჟია რა. და ეს პესლოცი რა მაგრად დატის. გადავჭით რაღაცას გადაგებას. ვახ, ფრანგი მაგარი გადარჩენილები ვარ. ეგ არის всё. ინსტაბეთ ესლას მოვიპარეთ. და დავჭერ კიდევ ორი ტესლა მოსაპარე, მაგრამ მანამდე გავტესტოთ როგორია ჩვენი ტესლა მოდელ S. აქ უნდა გავწიმოვე ხამის ტოპზე ტოპ სპიდი. ვაიმე, ეს ძანჭარი ძაღლი. 300 კმ/სთ ფიქსი გაგურებულზე მიდიოდა. როგორც ჩანს ეს ტესლა მხოლოდ გადიკიდია და მეტი არაფერი. მაგრამ სალონი აქ ძალიან ძერს კარბონი, უზარმაზარი მონიტორი, აუდიო, ალგანტა, საწავიდა ჩემი ტესლა მოდელ X-ი. მოპარული მანქანები დავაყენეთ ჯეტია 5 ყველაზე კრიმინალურ უბანში. შეხედეთ რამდენი გაჭირვებულია და აქ ვიღაც გაგვიჩერებდა. სასწრაფოდ ეს მანქანები უნდა გადავუყენოთ სხვა სამარხში. მოდი დროზე როცდები გავარდოთ აკაულობას. სანამ ეს მოგიტეხეს აქედან და დავაყენოთ სიმეონთან. როცდებს დავაყენებ აი აქ. არც არავინ არ შემოვათ, ან ეხლა აქ მანქანები შესამოწმება. კიდევ კარგი. მოდელისი დავუყვა თავის ადგილზე და მოპარვა ვერავინ ვერ მოასწრო. ეხლა ესეც მოვიტანოთ ტესლა როცდებს და მოვიწყოთ როგორია შემდეგი მანქანა. всё, მანქანას თავი ქუჩია, აქედან ეხლა არ მგონია რამე რომ მოიპაროს. ახლა ხდება. როგორც ან პოლიცია უკვე გამოიძახეს. გამარჯობა, ხომშვიდობა. მოძრავი, ნუ აღარ შემოძრაობას. კარგი თუ გასროვა. დილერშიპის მეპატრონით საკარი. ფრანკინ დაგვეხა, მოდი რომ მაგარი მოპარო, იქნება ძალიან ძნელი. მოდი ეხლა ჩვენ აქედან შევიპაროთ, მაგრამ არა, სისხლით ჩასეტეს. ტესლა ცენტრი დაკეტილია? ოპა, რამე სხვა გვაქვს ფრანკინ დასაფრთხებელი. რა მოვიფიქროთ? ამ შენობას თავზე აქვს დასაწყობი. რაც იმას ნიშნავს, რომ ზევიდან შეგვიძლია შიგნით შევიდეთ. კარგერხად. ყველანაირ სიჩქარე რაღაც უნდა გავაკეთოთ ეხლა და ისევ აი ამ წარწერის გამო ეს ვიდეო დავიდე 7000 ლაიქზე. ხო შეიძლება რომ ფინავი ერთეს და ეგა ჩამოვედით. ოპა, კიდე ეს არის შემდეგში რა გვაქვს დაწერეთ კომენტარებში. აბაჰე და აბაჰო. აი, აქ უნდა დავასანოსოთ.